საკვერცხის კისტა გაინტერესებს? მაშინ მომისმინე. შენ როგორც პაციენტმა უნდა იცოდე, თუ ეს დიაგნოზი გაქვს, რას ნიშნავს და რას უნდა ელოდე. საკვერცხის კისტა საკვერცხის ზედაპირის მოცულობითი წარმონაქმნია. ციკლის დროს ოვულაციის ფაზაში ხშირად წარმოიქმნება ფუნქციური კისტები, ფოლიკულური და ლუთეინური კისტები. ფუნქციური კისტები უმეტესად თვითონვე ქრება და მკურნალობას არ საჭიროებს. პათოლოგიური კისტებია ენდომეტროიდული კისტა, იგივე ენდომეტრიომა, რომელიც ენდომეტრიოზის დროს ვითარდება, რასაც ხშირად შოკოლადის კისტასაც უწოდებენ. დერმოიდული კისტა, რომელიც წარმოქმნილია ჩანასახოვანი უჯრედებიდან და ცისტ ადენომა, სითხიდან ლორწოთი სავსე კისტა, რომელიც ზოგჯერ ძალიან დიდი ზომის შეიძლება გახდეს. ზომასაც აქვს მნიშვნელობა. 3 სანტიმეტრამდე კისტები უმეტესად ფიზიოლოგიურია, ანუ ფუნქციურია და ჩარევა არ სჭირდებათ. 3-დან 5 სანტიმეტრის შემთხვევაში რეკომენდირებულია კონტროლი ეკოსკოპიით 3-6 თვეში. 5 სანტიმეტრზე დიდი კისტა საჭიროებს უფრო მჭიდრო მონიტორინგს და დამატებით კვლევებს. 7 სანტიმეტრზე დიდი კისტების შემთხვევაში კი ხშირად საჭიროა ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა ან მკურნალობა. და მაინც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება დერმოიდულ, ენდომეტროიდულ კისტებს და ცისტ ადენომებს, რადგან იშვიათად, მაგრამ შეიძლება შეიცავდეს ავთვისებიან უჯრედებს. საყურადღებო ნიშნებია მენოპაუზის შემდეგ წარმოქმნილი კისტა, მრავალკამერიანი კისტები, სწრაფად მზარდი კისტები. ან ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შეშუპება, ან ამოუხსნელი წონის კლება. ექიმს უნდა მივმართოთ მაშინ, როცა გვაქვს ძლიერი ან მოულოდნელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მენსტრუაციის ხანგრძლივი არარეგულარობა, მუცლის სწრაფი ზრდა ან გაბერვის შეგრძნება. გახსოვდეთ, ყველა კისტა საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ რეგულარული მონიტორინგი და დროული გინეკოლოგიური ვიზიტი მნიშვნელოვანია. თუ გაქვთ შეკითხვები ან მსგავსი სიმპტომები, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს გინეკოლოგთან.